საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სწორედ ერთ-ერთმა მონაზონმა მისცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის მკვლელობა. ერთ-ერთი მონაზონი არის სწორედ ამ ჩვენების ავტორი და სწორედ ასე გახდა ცნობილი, რომ მეუფის მოწამვლა სურდათ. ოქმში ნახსენებია, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული პირი, ნახსენებია ინიციალების, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სწორედ გიორგი შინჯიკაშვილი, ასევე ნათქვამია, რომ თავად ეს პირი, რომელიც გეგმავდა მეუფის მოწამვლას, იმყოფებოდა ასევე ადგილზე და ყველა სასულიერო პირმა ერთად მოისმინა ის ჩვენება, რომელიც ერთ-ერთმა მონაზონმა სწორედ სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილის წინააღმდეგ მისცა. ეს ოქმი გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ და ამ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში უკვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს ემუქრებიან მაღალი იერარქიის წარმომადგენელი წერს, რომ არის ზეწოლა და შანტაჟი. პირველები ვესაუბრეთ გიორგი ჯამდელიანს, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებთან დაკავშირებით საუბარი დღეს მეუფემ არ ისურვა, საპატრიარქო კი ამ დრომდე არის დუმილის რეჟიმზე. პირველები ვესაუბრეთ ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც ამბობს, რომ ახლა ელოდება საპატრიარქო იმას, თუ როგორ წარიმართება გამოძიება და ამბობენ, რომ დამატებით დეტალებთან დაკავშირებით საპატრიარქო ჯერჯერობით არანაირი ინფორმაციას არ გაავრცელებს. არა და ამბიონიდან ისაუბრა სწორედ ეპისკოპოსმა იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, ეს განცხადება დაახლოებით 72 საათია, რაც მოისმინეს სინოდის წევრებმა, თუმცა ამ დრომდე ერთი სიტყვაც კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არავის უთქვამს. გამოქვეყნდა არის ავთენტური და არის ოფიციალური ინფორმაციის და მეუღლეთა ვინ გემუქრებათ მეუღლე, შეგიძლიათ მითხრათ? მამა ანდრია, დღესაც არ აპირებს საპატრიარქო განცხადების გავრცელებას ეპისკოპოსის საქმესთან დაკავშირებით? საეპისკოპოს სასამართლოს ოქმი გამოქვეყნდა, თუ გაეცანით თქვენ ამას, თუ წაიკითხეთ? ჯერ ადრია, ამდილა ადრია. გუშინ გამოქვეყნდა, მამა ანდრია. გამოქვეყნდა კი. აი გინახავთ და რას გეტყვით, რატომ ამ დრომდე რატომ არც ერთი განცხადება არ გააკეთა მამა ანდრია საპატრიარქო? საპატრიარქოს დაემოდოს პროგრამები გაცხადდეს. ოქმი არის გამოქვეყნებული, სადაც მონაზონი ადასტურებს, რომ იგეგმებოდა მეუფის მკვლელობა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ეს ოქმი ნამდვილად ნახა, თუმცა ამ დრომდე საპატრიარქო როგორც გასული დღეების განმავლობაში სრულად დუმილის რეჟიმზეა გადასული.